მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ თინა თინუხაძე და ეს ჩემი პერსონალური ვლოგია CEO-ს ამბები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ტრადიციულად გადაგიხადოთ ყველას, ვინც რეგულარულად მადევნებთ თვალყურს და ასევე მათ, ვინც დღეს პირველად გადაწყვეტეთ, რომ შემომიერთდეთ. დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რატომ გვიჭირს ხოლმე ჩვენი კონტრპროდუქციული ქცევების ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, რომ ესა თუ ის ქცევა არ არის ჩვენთვის სასარგებლო, რომ რეალურად კონტრპროდუქტიულია, ვიცით რომ გვინდა, გადაწყვეტილი გვაქვს რომ გვინდა რომ ეს შევცვალოთ, მაგრამ მაინც გვიჭირს ამის ცვლილება. და ამისთვის მინდა რამდენიმე ისტორია მოგიყვეთ ჩემი უახლოესი გამოცდილებიდან. სულ რამდენიმე დღის წინ მე მქონდა სტრატეგიული ვორქშოპი ერთ ძალიან საყვარელ კომპანიასთან და მის მენეჯმენტთან, მის ტოპ მენეჯმენტთან, სადაც კომპანიის მენეჯერები ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად მის CEO-ს მიანიშნებდნენ, რომ ის არის ძალიან რბილი, რომ ის არის ძალიან დამთმობი, რაც რეალურად აზიანებს კომპანიას კლიენტებთან მიმართებაში, გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ფინანსურ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რაც რეალურად აზიანებს კომპანიის ინტერესებს, სტრატეგიულ ინტერესებს, ფინანსურ ინტერესებს. და საბოლოო ჯამში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ეს რეალურად ხელს უშლის იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც კომპანიას აქვს დაგეგმილი. ამაზე ასევე ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად კომპანიის CEO-მ წამოიძახა, რომ აი ნახავთ, მე გავხდები ხისტი, მე უნდა გავხდე ხისტი და მე ყველაფერი დაალაგდება. ეს სიტყვები მე ძალიან მომხვდა ყურში, იმიტომ რომ ჯერ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ვორქშოპის დროსაც და კომუნიკაციის დროს სიტყვებს, მის კონოტაციას, შინაარსს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამა თუ იმ სიტყვის არსს, რომელიც არის წარმოთქმული და აქაც თვითონ ხისტის სიტყვა ძალიან მომხვდა ყურში. რას ნიშნავს მინდა გავხდე ხისტი, ანუ უნდა გავხდე ხისტი, ხო? იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ამ სიტყვის შინაარსი არ არის პოზიტიური კონოტაციის მატარებელი. ეს ჩემთვის არის მოუქნელობა, ეს არის უხეში, მოუქნელი, უცვლელი, რიგიდული მოცემულობა, ხო? ამიტომაც მიუბრუნდი და ვუთხარი ამ კომპანიის CEO-ს, რომ დანამდვილებით გინდა რომ იყო ხისტი, ანუ ეს ის არის, რაც შენ გინდა, ეს შენთვის კარგია და რა თქმა უნდა, მისთვისაც იყო ეს გაცნობიერება, რომ სიხისტე სულაც არ არის მის წარმოდგენაში, არ ყოფილა მის წარმოდგენაში რამე ძალიან პოზიტიური, რომლისკენაც გულით შეიძლება მიისწრაფოდეს. მაშინ შევთავაზე, რომ სიხისტეს მაგივრად, რომ გამოვიყენოთ სიტყვა მტკიცე, მაშინ როგორ გრძნობ თავს და აი ეს სიტყვა ძალიან გამოეხმაურა. ანუ სიმტკიცე ეს ნიშნავს ურყევობას, ხო? მტკიცე გადაწყვეტილებები და არა მოუქნელი ან ხისტი გადაწყვეტილებები. ალბათ თქვენც ატყობთ ხო ამ განსხვავებას. ეხლა რატომ მოგიყევით ეს ისტორია? იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ მიისწრაფოდე იმისკენ, რომ რაც შენ არ ხარ, ან არ მოგწონს რომ იყო, ხო? ანუ თავისთავად დაკვეთა, რომ იცი რა, მე თუ ვარ რბილი და მე თუ ვარ ესეთი დამთმობი, ხვალიდან უნდა გავხდე ხისტი. ეს დაკვეთა სულ რომ რაციონალურად მიისწრაფოდე და გადაწყვიტო, რომ ეს გააკეთო, ქვეცნობიერი არ გაგიშვებს, რომ რეალურად გახდე ხისტი, იმიტომ რომ შენს წარმოდგენაში ეს არის ნეგატიური ფორმირება, ხო? ანუ ის, რაც შენ ძალიან არ მოგწონს სხვა ადამიანებში, მაგრამ სადღაც ხვდები, რომ შენი ეს თვისება სირბილე გამოწვევა, მაგრამ მეორეს მხრივ, აი გადაწყვეტა, რომელსაც შენ ხედავ როგორც ამის საპირწონეს, მეორე მხარეს სიხისტე, ეს შენთვის არის ასევე მიუღებელი. მეორე მაგალითი მინდა მოგიყვეთ, სულ ცოტა ხნის წინ მქონდა ასევე ძალიან საინტერესო დიალოგი ერთ-ერთი კომპანიის წარმატებულ მენეჯერთან, რომელიც იძახდა, რომ მე ვარ ძალიან ემპათიური და ეს ემპათიურობა არის ჩემი გამოწვევა. კიდევ ერთი მენეჯერი, რომელიც იძახდა, რომ იცი რა არის, მე ძალიან ემოციური ვარ, ემოციურად და ეს არის ჩემი ძალიან დიდი პლუსი, რომ მე საქმე ძალიან ემოციურად ვუდგები, მაგრამ ამავე დროს ეს არის ჩემი უდიდესი გამოწვევა, იმიტომ რომ ასე ემოციურად ვარ ჩართული კომპანიის საქმიანობაში და აღარ მინდა რომ ვიყო ემოციური. აი აქ სამივე შემთხვევაში მინდა გავხდე ხისტი, ანუ აღარ ვიყო რბილი, მინდა აღარ ვიყო ემპათიური.
და ამავე დროს ვიცი რომ ეს ჩემი ძალიან ძლიერი თვისება არ მინდა რომ ემოციური ვიყო საქმის მიმართ, მაგრამ ამავე დროს გრძნობ რომ ემოციები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ჩემთვის პირადად და ემოციური ჩართულობა საქმეში მნიშვნელოვანია. მაშინ რა უნდათ ხო ამ ადამიანებს და ყველაზე მნიშვნელოვანი რისთვისაც ეს ეპიზოდი მინდა რომ გადავწყვიტე რომ ჩამეწერა არის ის რომ რატომ ვერ ვცვლით ქცევას. აი ზუსტად იმიტომ ვერ ვცვლით ამ ქცევებს, როდესაც პირველ რიგში მე ვფიქრობ აქ არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი, როცა იცი რა არ უნდა აკეთო, ეს არ ნიშნავს, რომ იცი რა უნდა აკეთო იმის მაგივრად. და შესაბამისად, ჩემი გამოცდილებაც და პრაქტიკული ფსიქოლოგიაც აჩვენებს, რომ თუ არ გაქვს ქცევის ახალი კონსტრუქტი, რომელიც შენთვის მისაღები არის, ძველს ვერ ვცვლი. იცახი რომ ეს არ უნდა გავაკეთო, არ უნდა ვიყო ასეთი, მაგრამ არ იცი როგორი უნდა იყო. ან წარმოდგენა გაქვს, რომ თუ ასეთი არ უნდა იყო, მაშინ უნდა იყო ისეთი, რომელიც შენ არ მოგწონს. მაგალითად, რბილის მაგივრად და დამთმობის მაგივრად უნდა იყო ხისტი. მაგალითად, ემპათიურის მაგივრად უნდა გახდე აბსოლუტურად ცივი. მაგალითად, ემოციურის მაგივრად უნდა გახდე უემოციო, ხო? და ეს ხატი თავისთავად შენთვის არის ძალიან მიუღებელი. შენ ესეთი ადამიანები არ მოგწონს, შენ გრძნობ რომ ასეთი რო გახდე, შენ აღარ იქნები და შესაბამისად დადიხარ ამ ციკლზე. აი იძახი რომ მე უნდა გავხდე ესეთი, მე უნდა შევიცვალო, მაგრამ ამ ქცევას ვერ ვცვლი, ან თუ ცვლი და ეგეთი кейსებიც მინახავს, ეგეთი შემთხვევებიც მინახავს. როდესაც ადამიანს გადაუწყვეტია რომ აჰა, არ მოგწონვართ ასეთი როცა რბილი ვარ და დამთმობი, აი ხვალიდან ვიქნები კაცრი, სასტიკი, ესეთი ხისტი და ასე შემდეგ, ხო? და შედეგად დაუკარგავთ საკუთარი თავი, იმ საქმის სიყვარულიც, ინტერესიც და ეს გამხდარა მათთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი გამოწვევის წინაპირობა. მაშ რაში არის საქმე აქ და გამოსავალი რა არის? აი როგორც დავიწყე ისტორია, სადაც მე შევთავაზე ის რომ სინამდვილეში სიხისტე კი არა სიტყვას რამ ხელმისაწვდომობა აქ დააკვირდით არასწორ სიტყვას ხო სიმტკიცე შეიძლება იყო რბილი ურთიერთობაში მაგრამ იყო მტკიცე გადაწყვეტილებებში მაგრალითად არაემპათიური პრობლემა კი არა გაქვს ემპათიურობა კი არ არის შენი გამოწვევა არამედ არის მაამებლობა მაგალითად კარგი გოგოს სინდრომი ხო როდესაც გინდა რომ ყველას მდგომარეობაში შეხვიდე გაიგო და ასე შემდეგ ამიტომ აქ შეიძლება სამართლიანობა და ობიექტურობა ემპათიურობასთან ერთად იყოს ის თვისება რომელიც ძალიან დაგეხმარება რომ ეს დააბალანსო მაგალითად ემოციები კი არ არის შენი პრობლემა და ემოციურობა რომლის საპირწონეც არის რომ ცივი უნდა გახდე და ემოციური ჩართულობა დაკარგო არამედ მიჯაჭვულობა არის ხო პრობლემა ემოციურად ისეთი მტკივნე ისეთი მიჯაჭვულობა რომელიც შენ მის გარეშე არსებობის უფლებას არ აძლევ თითქოს შენ თავს ხო და აქ შენ უემოციობა კი არ გჭირდება შენ ემოციური წონასწორობა და ბალანსი გჭირდება ამითი რა მინდოდა დღეს მე თქვა რომ თუ კი ჩვენ გვინდა რაღაცა არ მოგწონს ჩვენ თავში ჯერ ერთი ნებისმიერი რამ რაც არ მოგწონს ჩვენ თავში უნდა გვახსოვდეს რომ ეს ჩვენი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ძლიერი თვისების ჭრილი შეიძლება იყოს ხო როგორც სირბილე მაგალითად ემპათიურობის ნიშანი იყოს დიპლომატიის ნიშანი იყოს ხო ემოციურობა, ემპათიურობა თავისთავად. ნებისმიერ სამართლიანობა შეიძლება ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თვისება იყოს, მაგრამ თუ ეს არის ზედოზირებული, შეიძლება სისასტიკეში გადავიდეს მაგალითად, ხო? და ამას სხვა რამე სჭირდება ბალანსისთვის, რომ რა, მაშინ სამართლიანი არ უნდა ვიყო, მე უნდა ყველას მოვეფერო, არის ხოლმე სულ ეს დილემები. ამიტომ ჩვენ რეალურად ის რაც ჩვენი ძლიერი მხარეა ზოგ შემთხვევაში ის შეიძლება გვექცეს ჩვენს გამოწვევად და ჭრდილად. იმიტომ რომ ამ ყველა კარგ თვისებას აქვს თავის ჭრდილი. ისევე როგორც ყველა იმ თვისებას, რომელიც ჩვენ თავში არ მოგწონს და გვაღიზიანებს, აქვს თავისი ძლიერი მხარე. ანუ ის რაღაცის ჭრდილი შეიძლება იყოს, ხო, შენი ძალიან ძლიერი თვისების. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ გინდა, რომ კონტრპროდუქტიული ქცევა მოიშორო და შეცვალო ეს ქცევა შენში, მნიშვნელოვანია გააცნობიერო, რომ მას არ გადააყოლო ის ძალიან მნიშვნელოვანი შენი სიძლიერე, ძლიერი თვისება, რომელიც შენ ხდის იმად, ვინც შენ ხარ. და რაც მთავარია, როგორც უკვე აღნიშნე, იმისათვის, რომ
შეცვალო ქცევა მნიშვნელოვანია წარმოიდგინო ქცევის ახალი მოდელი. თუ არ ვარ ასეთი, მაშინ როგორი ვარ და თუ ეს როგორი ჩვენ არ მოგწონს, უნდა მივხვდეთ, რომ უნდა გავაგრძელოთ ზებნა, ხო, რომ სწორი სიტყვა ვიპოვოთ, სწორი ხატი ვიპოვოთ, სწორი წარმოდგენა ვიფიქროთ, რა უნდა შევქნათ იმის ნაცვლად. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ჩვენი მცდელობა გავხდეთ ის, ვინც არ ვართ, იქნება წარუმატებელი, ან თუ ეს წარმატებით გამოგვივიდა და ჩვენი თავი დავთრგუნეთ, ჩვენი სელფი, ჩვენი მე დავთრგუნეთ, იმიტომ რომ ჩავთვალეთ, რომ ესე უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ჩვენ საკუთარ თავს და ნებისმიერი მიღწევა, რომელიც ამ ფასად ჩვენ შეიძლება მივიღოთ, ის თავისთავად გაუფასურდება. დღეს სულ ეს იყო. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ეს თემა იყო საინტერესო. შევხვდებით მალე დროებით.